დღის, იმიტომ რომ კურსი მაინც ნაღველმდენი ნაკრების და მკურნალობის ჩატარების არის დაახლოებით 1 კვირა 10 დღე. ესე იგი, ჩვენი შეხედულების მიხედვით. უკაცრავად დღეში როგორ? დღეში 3 ჯერ 100-150 მილილიტრი შემთბარი. ჭამამდე ეს ნიშნავს, რომ 1-15 წუთი მაინც უნდა გავიდეს. დიახ, იცით რა, თუ ვთქვათ კენჭი ან რაღაც ამ შემთხვევაში ზოგი მცენარე ხო გკრავდა? თუ ვიცით რომ კენჭი აქვს, კენჭის რაოდენობასაც ზომასაც გააჩნია. თუ არის მოძრავი კენჭები და ხშირად აქვს შეტევები, ესე იგი, კენჭი თუ მოძრავია, შეიძლება ნაღლის სადინარს დაეფაროს და ძალიან მტკივნეულიეს და კონდეს შეტევა. თუ ესეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ რა თქმა უნდა 100 მილilitrზე მეტი დალევა არ შეიძლება. ამან შეიძლება ნელ-ნელა დაშალოს კიდევაც კენჭი. თუ მძიმე კენჭთან გვაქვს საქმე და ნაღლის ბუშში, ეხოსკოპია გაკეთებული და ნაღლის ბუშში არის ქვევით ჩავარდნილი, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია 150 გრამის მიცემაც და ჩვენ თვითონაც რო დავლიოთ. თუ წვრილი კენჭებია, როგორც წესი, წვრილი კენჭები ხშირად აქვთ, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვთ ხოლმე. იმათ უვითარდებათ წვრილი კენჭები, რომლის გაჩენაც საშიშროებას არ წარმოადგენს ჩვენი ნაღლის სადინარი და გაჭედვის, მასში გაჭედვის, კენჭის გაჭედვის საშიშროება არ არსებობს. და მაშინ შეგვიძლია სათბურის დადებაც წამლის დალევის შემდეგ. მარჯვენა ფერდქვეშ. ვიცით ხო სადაც ღვიძლი მდებარეობს და ნაღლის ბუშტი. აი ეს გამორეცხებს რო იკეთებენ ხოლმე ბორჯომით და ნოშპით და ეგ გამიკეთებია, მუშაობს კარგად. აი გაუცილებლად ჩაიწერეთ, წვრილ კენჭებზეა ლაპარაკი. არის ეგეთი ბევრი შემთხვევა, დაახლოებით ესე იგი 5 მილიმეტრამდე უნდა იყოს კენჭების ზომები. და ის ვერ გაიჭედება ვერაფრით. იგივე მცენარეები რო გავიმეოროთ, რა გავიმეოროთ აბა მცენარეები უცებ რომ ითქვა. თვითონ მცენარეები, კი ბატონო. გვირილას ყვავილები, პიტნის ფოთლები, კალენდულას ყვავილები, ფარსმანდუკი და ასფურცელა, რუსულად ასფურცელას ქვია პიჟმა. რა ქვია? ესე იგი, თუ 5 მილიმეტრამდე იქნება კენჭები, მაშინ შესაძლებელია 150 მილამდე მიღება, ხო? ნაყენის. მეტიც კი შეიძლება, როცა შეგვიძლია სათბურიც დავიდოთ. ანუ საშიში არ არის და პირიქით შეგვიძლია გავაჩინოთ კენჭები. დიახ. ეს 150 მილილიტრი ერთი დალევაა, ხო? ხო, ერთ დალევაზე და დღეში 3 ჯერ ჭამამდე. დიახ. რას ნიშნავს ნაღველმდენი, ანუ სითხე გამოქვს ორგანიზმიდან? არა, ანუ რას ნიშნავს? ამ დროს ღვიძლზე მოქმედებს, ნაღლის სტრუქტურა უმჯობესდება, უფრო დიდი რაოდენობით გამოყოფს ღვიძლი ნაღველს. ნაღლის ბუშტი არის რეზერვუარი უბრალოდ. ღვიძლში გამომუშავებული ნაღველი გროვდება ნაღლის ბუშტში
როგორც კი სიგნალი მივა თავის ტვიში რომ ადამიანმა საჭმელი შეჭამა მაშინვე შეიკუმშება ნაღლის ბუშტი თუ საჭმლის სიგნალი საჭმლის მიღების სიგნალი არ მიიღო თავის ტვინმა და არ გადასცა მერე ნაღლის ბუშტს არ შეიკუმშება ამიტომ არის ის კენჭების გაჩენა ძალიან ბევრი ადამიანი არაზომიერად 3-ჯერ 4-ჯერ უნდა მივირთოთ საჭმელი რომ ნაღველის ბუშტმა თავისი ფუნქცია არ დაკარგოს ნაღველი არ შესქელდეს ნაღველი დიდხანს არ გაჩერდეს ნაღლის ბუშტში იმიტომ იქ უკვე მერე ნალექსაც იკეთებს მერე ეს ნალექი წარმოიქმნება ნალექისგან კენჭები ესე იგი ჩვენ ორგანიზმში ყველაფერი არის აწყობილი ერთმანეთზე ხშირად ვტკიო ხოლმე ნაღლის ბუშტი და ჩემთვის ესე კარგი იქნება ეს ნაყრები ძალიან კარგი იქნება საერთოდ ჯანმრთელმა ადამიანმა რომელსაც არ აწუხებს პროფილაქტიკის ისეთი ბალახებზია ლაპარაკი საერთო მდგომარეობასაც გააუმჯობესებს და პირდაპირ ღვიძლზეც კარგად იმოქმედებს როგორც ნაღველდენი. ნიახური არის ნაღველდენი, ბატონო მარია. ნიახური უფრო არის შარდენიც და ნაღველდენიც, მაგრამ უფრო შარდენია. ნიახური ძალიან კარგი მცენარეა. შარდის ბუშტში კენჭების დროს თირკმელებში კენჭების დამშლელად ძალიან ეფექტურია ნიახური ისევე როგორც მატიტელა ისევე როგორც სიმინდის ულუაში ეს თირკმლის დაავადებებს რო გადავალთ იქ უფრო გავამახვილებთ ყურადღებას მოდით ახლა ჩავიწეროთ დაბალი მჟავიანობით მიმდინარე კუჭის წყულის დროს რა იქნება ეფექტური ძალიან გთხოვთ რა აი პირდაპირ ხაზგასმით ის ქენით ხოლმე რომ აი დაბალი მჟავიანობა მაღალი იმიტომ ეს რო შეგეშალოთ და სხვა შემთხვევაში მისცეთ ეს ბალახები უარეს შედეგს მივიღეთ. როგორ უნდა გავარკვიოთ და მაღალმჟავიანობაა თუ დაბალი? თქვენ როგორ გაარკვევთ ეს ან უნდა გამოკვლევებით ან უნდა ადამიანს ძირფესვიანად ვკითხოთ მაგალითად გულძმარვა რო აქვს ხოლმე? აი გულძმარვასავით რო არის ხოლმე ეს მაღალი მჟავიანობის დამახასიათებელი. აი მაგალითად როდის ატკივდა კუჭი წმილი რო ჭამა მაშინ პომიდორი რო შეჭამა მაშინ თქვათ ესე იგი მაღალი მჟავაა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა დაემატა კიდე მჟავა და გამოიწვია ტკივილი გაღიზიანდა კუჭის ლორწოვანი გარსი ხო რაჯობია იმას როცა პაციენტი თქვენთან მოვა უკვე გამოკვლევების შედეგებით